აი, ეს ეხა უკვე პროფესიონალი. ერთი წამი რა, უნდა დამეწყო ეგრევე და მომისპე. იწყებ ჩაწერას, მაშინ გამოურთავ ტელეფონს ხმას მაინც. დავიწყოთ? გამარჯობა, მოგესალმებით, კაცები YouTube-ზეა, როგორ ხართ ადამიანებო, ჯამაათნო, მეგობრებო, კაცებო, მოქალაქეებო, ყველაფერი რომ მოგერგოთ ისეთ ზოგად იმეებს ვიძახი რა. ყოჩაპად. კარგად. სიცხე არ გაწუხებ? მე მიყვარს სიცხე. პირიქით ჩემი ამინდი მოვიდა. გიორგი შენ? გიორგის არც სიცხე უყვარს, არც ციცივე. ნისლი. სარდაფში რო ერთი ტემპერატურა. აი ნისლის ბიჭი არის. ღამის ცხოველია გიორგი. დიდი გუგები უნდა გქონდეს. სცენარი რო იყოს მუქი ფოთლები. ჩრდილის წე. პეტელა ღამის პეტელა. ეს არის ცოტა მოტეხილი. ისგან მოტო. ჩემაგიურად რო გასცა პასუხი განიხილა და მარტო იმან არა, ეხა ამანაც დაიშვა. აუზზე ხო დადის? ხო. და წყალმა მოთენთა. თბილი წყალი იყო და წერან მიდიოდა და იქ სველ წერტილში ცივ წყალს ისხავდა სახეზე. მოთენთა კიდე კარგი. და რო გამოვედი მეთქი მოიხო და მეთქი და ესე იჭდა. შედა ვერ ხნა, იმიტომ რომ თელთან მაგ დროს რო გამოხვალ აუზიდან ცივი შხაპი უნდა გადაევა და უცბად აზრემა. ხო, მაგრამ სიცივე არ უყვარს. ნისლით ხო გეუბნები. აბრუნა. სიცხე მოთენთა. ხო და აი რა გინა რომ ნისლი. ერმუსში რო იარო ერთი ტემპერატურა რო. შენ რატო გაწუხებს ეგ? მოვედი და შენ მოგჩი. ნახე თან იძინებს. საერთო საქმე ბუჭდება. რა მოთენთილი ხარ. ვის რა შეჭirdები მოთენთილი? არაფერი საქმე არა მაქვს. ეს გახსოვს არა მოთენთილი. კი. როდის? ძალიან დიდი ხარ. მე თენთს ემატებოდა და ობამას დროს. ეს ხომ სხვა ეს პოლიტიკოსები ძომავს. მეორე მხარეზე ჩამოიდე ხელი რომ მაყურებელმაც გიხურო. მოთენთილი როგორ ხარ? ლაივები მივამთავრეთ. ხო, ლაივები კარგი იყო. კარგად ჩაიარა ყველაფერმა. არ ვიცით მომავალი გეგმები რა იქნება, ჯერ ამოვისუნ თქოთ. ხო ეს? ხო, კი, ზუსტად მასე და მე ვნახოთ. სად მიდიხარ ზაფხულში? დაგეგმე უკვე? არ ვიცი. კონდიციონერი უყიდია და არსად წამსვლელი არ არის. კონდიციონერიც რო წაიღო, ცხელი ზაფხული მელოდება, საქაბაბეს გახსნა და თან იქ იმას რო აგიზგიზებ ამ სიცხეში. შემდეგ კვირას გახსენი 40 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ხო და ნაკვეთს რაც არ დამჭირდება. ჰაერში რო იქნიო. ამზეზე რო დადგეს. კაბობი და ატრიალო. ანესა ლუპა რომ მეუშვა. მე გეკნება ისა ხო არის რაღაცა შეშაზე. შენ იქნება მზეზე. კაბაბი მზეზე. ჰელიო კაბაბი ეს და. ოხ. სახელიც მოუფიქრა კარგია. ჰელიო კაბაბი. ხოლო დაკ. ეხა სიახლე რა იყო? გახსოვს სამი კვირის წინსათემ საუთრო ვიყავი? მახსოვს? კი. დღეს დამირეკა სკიპ. ბრაკონიერობა თევზმა. ბრაკონიერობას დაგაჯარიმ. სამი კვირის მე რა მოყვა. დღეს დამირეკა სკიპი და ხრამუდები რო დავიჭირე ხო თქვი? კი. და მითხრა რომ ერთ-ერთი ხრამული კი არ იყო, ჭანარი იყო. და თითქოს დავიჭირე და ისე გამეყარდა. ჭანარი არ მგონდა და ჩერი. სილიში ჩა. ხმელეთზე. სკიპი მსენა საბუთები ნახავთ. სამი კვირის მერე რატო გაიყვა? გულში ნახავდა და იმ წრევში ყველა დაჭერილი გაქვს მურწა, ჭანარი, ლოქო, კალმახი. არა. მარტო ჭანარი და გუში ეგეც არ მქონდა, უბრალოდ მქონდა და არის ცოტი. შეიძლება ლოქოს დაჭერილი ყავს და არიც. არა, ლოქო მყავს დაჭერილი. მურწა, აბა რა დარჩა. მურწა არ მყავს დაჭერილი. ჭანარი მყავს დაჭერილი. კალმახი არა. კალმახიც მყავს დაჭერილი. ერთი არ ყოლია. მურწა. როდის წავიდეთ მურწაზე? და თამახი
მურწაზე თამახი. მურწაზე წასვა სიმღერის ტექსტი რო შევცვალოთ და თქვა ჩავსვათ კარასი. საზანი. კარასი ჯდება იქ მურწა კარასი. ხო, მურწას მაგივრად. მაშინ კალმახი ვარდება. და კალმახსნებად საზანი ჩავსვათ. ყურშა მურწასეს ყურშაც მყავს დაჭერილი სხვათა შორის ძაღლი. მურწა როგორ პირველ ჩემპიონატზე რო გავედი, ხო. ხო დავდექით ამდენი. რამდენი ჩემპიონატზე ხარ გასული? 2-ზე. მეგონა რა დიდი სია გაკარა. 3-ზე. მესამეს მედალი აგერ არის. მესამე იყო იუთუბერების ჩემპიონი. მე რო გახვედი და იჭირე მურწა კი ხო და ვიღაცა მოდიოდა ძაღლით, გლისის ტბაზე იყო ჩემპიონატი და თან აი პლაჟი სადაც არის იმ მხარეს. და გამოიქცა ძაღლი და დაიჭირე. აიხლართა ჩემ ძუაში. და მოვიდა პატრონი და გამოიყვანეო ძაღლიო და გამოიყვან. ეჭიდავე. ძაღლი. ხო და მე ვითხოვდი რომ ჩამითვალეთ თქო. ის ძაღლი იქნებოდა 1-40 კილოიანი. ის რომ ჩაეთვალათ, ეხა აქ პირველი ადგილი მექნება. და საერთოდ არ შეგწყვებოდა, ხო რომ თევზაობაში პირველი ადგილი მოგწეს, იმიტომ რომ ძაღლი დაიჭირა. რა მნიშვნელობა აქვს? ამანაკესი გადაგდა, არსება ამოიყვანა. მორჩა. შეიძლება წყალძაღლა არის ან რაღაც ეგეთი. ზღვისა ზღვისა. ძაღლი ხო. შენი ცი ძაღლის რომელი თევზი და ჩვენ ერთ მეგობარს ყვავი ყავს დაჭერილი. კი, კაპას და მოყოლილი გვაქვს ეგ ამბავი. ახალ ამბებზე გადავიდეთ ამ ბალამუტის მოსმენას ჯობია. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის დარღვევაზე ფულადი სანქციები იზრდება. იქ არის რაღაც 10-იანის მაგივრად 50-იანი იქნება, ნიშნის უგულებელყოფა ესა, მაგრამ ყველაზე საინტერესო თქვენთვის რაც იქნება, ეს არის კანონმდებლობაზე აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოსურება დრიფტი. ხილებში დრიფტი აჰა. და ჩვენთვის ეგ რატო არის მნიშვნელოვანი? ჩვენც ის გაწუხებ. პირველი რაც თქვი, ეგ არის ქვეითებს და ეგ არის ხო, 10-დან 50-მდე გაიზარდა ქვეითების ჯარი. და მე რა ვარ ქვეითი? ხანდახან ხარ. ხანდახან კი, მაგრამ ძალიან სწრაფად და ჭკვიანურად და სანამ არა ინთება წითელი. და დრიფტი ორი როდის ახარ, საერთოდ არ ხარ. დრიფტი ხო გაწუხებ, სულ მაგას იძახი, ვამე არ მაძინებენ ისა ესა და მაგით ვერი პოვია. მე 300 ლარამდე იზრდება. რატო ვერი პოვე? აქამდე რატო არ მოცურება ერთ ადგილას ხდება, მოცურება. ჩქარასი არა სანამ პოლიციამ მიდის ეს. ხო, მაგრამ კამერები ბიჭო. რა კამერები რაღაცა ეზოებში და იმაში ხდება ისეთ ადგილებში. აი ზოებში ხდება, რეებს იკონები. ნახე მე კიდე რა მაქვს. როგორ დააკნინა ჩემი გაყვირვება მაქვს. რა წინა დადება. გრამატიკიდან წამოვალ. ორპირიანი ზმნით დარღვევა რაც არის. მაგალითად გადაურბინა მან მას. ხო. გადაასწრო მან მას. იმას ხო ვაჯერებ ვინც გადაასწრო. ის უნდა გადაუხო მან ის ნიშანი. ხო. ახლა იმჩნია მან. ნახე, სადაც ორი პირია. ხო. დამნაშავე მეორეს ობიექტურ პირს უნდა გადაუხადოს ის ფული. მაგალითად, გადასწრებაზე თუ 100 ლარია, გადაასწარი, ვისაც გადაასწარი, იმას უხდი 100 ლარს. მან უნდა გადაუხადოს მას. მას. ხო. იმიტომ რომ ეს დადის 20-ით და ყველა ასწრებს. ფული შეუნაუნა. არა მე არ გადამისწრია და აქედან ბათუმამდე რო წავიდე, დასვენების ფული მექნება რო ჩავა. უკან კიდე მე აქ დასახარჯი. უკანაც ხომ მოდიხარ. ან გადაურბინე ფეხით მანქანას? იმა ხო ინერიულა მძღოლმა დაადო რაღაც 50 ლარი მიეცი. ანუ არა, ქვეითებზე კი კარგი არის. მივესალმები და პრინციპში მაგასაც. გადასვლაც გაძვირდა, გადაკეტვაც გაძვირდა გზის. ხაჭოც გაძვირდა. გზაზე ვიდა. გზა გააძვირდა. ჩემთან ის გააძვირეს, ეს ატამი გააძვირეს კიდე. მე მგონი ატმის ინდექსით არის ესენის გაძვირება. ბიჭო, ისე მართლა გადაკეტილ ქუჩაზე რო გადაგიღონ სურათი 5000 ლარია და მანქანებით სავსე ქუჩაზე რო გადაირბინო 10. აი ანის დაწიეთ ან ეს აწიეთ. ხო და აწიეს. ხო. ონის არ დაწიეს. სხვას ელოდი რამეს ამადგან რო იმას. ის რო დაეციათ უფრო გამეხარდებოდა.
შენ არაფერს არ არღვევ. როგორ არის? შენ გადადიხარ ქუჩაზე გადადიხარ. ყველა დარღვევა რაც მაქვს არის დგომა. დარღვევები რა, იქ აჩერა არასწორად. დგომა. ანუ არება, მაგრამ ვიცი დგომა მიჩის რა. არასრობია საჭირო. არების უფლება ხო არის? ეხლა უნდა იყოს დგომის უფლებაც უნდა გაიწეს. მაგაზე ჩაიჭრებ. მაგ ჩავიჭრებ. დედამიწის ბრუნვა, ნახე როგორ გადავედი მეორე. ოპა. დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა და ისტორიაში პირველად ზაფხულის 3 დღე უმოკლესი იქნება. მეცნიერებმა ცხადებენ, რომ მოულოდნელად დედამიწის ბრუნვა სიჩქარე გაიზარდა, რის გამოც მომდევნო კვირებში ისტორიაში 3 ყველაზე ხანმოკლე დღე იქნება. 24 საათი ჭირდება. უცებ აჩქარდა? ვიგრძე. უცებ არა. აი ესე რომ შეგათხნა იმ დღეს. რო დააწვა უცებ. აი ეს. ხო და სანამ რო გაჩერება რო იქნება, სანამ ესენი დაწერილი იქნება გვითხრა ესე როცა ის. რო შენერო. რო დაათორმოზე. ეხა მანქანით რომ მიდიხარ და უშო 1.51 მილიწამით მიდიხარ 100 და დედამიწა შემცირდა დღე. ო, შეიძლება ხო, თუ მიდიხარ დასავლეთისკენ. ხო, ზუსტად 100 თუ მიდიხარ, უცებ დედამიწკაბ და ჯარი რომ მოგივიდა. და ჯარიმებით მაგინო გაზარდეს. ეს ნახეს და გაზარდეს. ვიღაცა არის პოლიციაში ფიზიკოსი. მე რა მაინტერესებს, ეს რომ ამან რო სულ ესე მოიმატოს. სულ ესე იჭა. ხო, რა 1.51 მილიწამით მოიმატა ეხლა, მაგრამ ესე რომ მიემატოს. ბოლოს ის იქნება საქანელაზე რო ხელები გიკეთე და ფეხები რო ჰაერში გაგდა. ბოლოს რა იქნება, იცი, დღე იქნება სამწუთიანი, რაც გაიგვეცებ, გაიზმორები და ყავა დალია და და დავწეხი. ის მოიმატე. არა, კაცო, 13 მოიმატე. ხო და დაწეკი და გაიზმორე ის. და ვარჯიშად გადავიქცევი? 100 მეტრზე სირბილში მოიმატებს რეკორდები. კი. იმიტომ გააჩნია თუ დასავლეთისკენ მირბია. ყველა იქით გაიქცევა. ხო, რეკორდი ვისაც უნდა. იქ 100 მეტრზე სირბილში ყველა სადაც უნდა იქით კი არ გარბის. სადაც ორგანიზატორებს ხო აწყობთ რეკორდი თუ დამყარდება, პრესტიჟული ტურნირი იქნება და დასავლეთისკენ გააკეთებს. ანუ ეხლა ბათუმში უფრო მალე ხო, მაგრამ ეს მოკლე დისტანციებზე თორე სადაც წრეს ურტყამ, აქ აჩქარ და იქ ზოზინებ. ხო, და ბათუმში ხო უფრო მალე ანუ ხო 100 მეტრი და 200 მეტრი არა უშავს, მაგრამ 400-ზე უკვე იგივეა. 400-ზე იგივეა კი, მაგრამ 100 მეტრია დედოფალი. ძალიან აჩქარ. მეფე რომელია მეფე? მეფე ალბათ მარათონი. რა დედოფალი? არა, საყურებლად 100 მეტრი ოსნობის დედოფალი. ძლეოსნობის დედოფალი. შენ დაარქვი თუ? ძლეოსნობაში რა მაგისობა. ჩემამდე დაარქვა, ვიღაც უფრო მოცლი. ვიღაც ბერძენმა დაარქვა. პრომოცია ამას დაკავებულია და არცანი. არა, მე დამხვდა დარქმეული. და აიტაცე უბრალოდ, ხო? ნუ ეხა დაარქვეს და ჩვენ სხვა საქმეა გვაქვს და დავიმახსოვროთ. კიდე რაში შეგვიშლის ხელს ეს აჩქარება? იქნებ გვეხმარება, რატომ შეგვიშლის? არა, მოდი ჯერ ცუდი განვიხილოთ. ერთი წამი. აი ეს ევროკავშირთან ინტეგრაცია რო შენელდა, ამან შეიძლება ცოტა დააჩქაროს. ნუ ეს უფრო გაგვაქანებს. უკვე მაგის იმედზეღა დავრჩი. დასავლეთის აბა ამ კანონებით მაგის იმედზეღა დავრჩით, თორე სხვა დაჩქარების შანსი. ეხა ამ 3 დღეში ისევ შენელდება? 3 დღე იქნება ყველაზე სწრაფი, იმიტომ რომ მაგ დროს ყველაზე მაინც როგორ არის ეს ახსნა. არა, 3 დღე თუ 3 დღე იქნება მოკლე დღე ზაფხულისთვის. რაც არ ყოფილა აქამდე. წინა წლის ზაფხულთან შედარებით. როცა მთვარე ეკვადორთან აი ხო როცა მთვარე ეკვადორიდან ყველაზე შორს იმყოფება ეს 3 დღეა. 9 ივლისი, 22 ივლისი და 5 აგვისტო. ეს დღეები. ხედავ შენა 9 ივლისი, 22 ივლი 22 და 9 აგვ. შეგიძლია გვიან გამოხვიდეს სახლიდან. მაგდრეს საქაბაბის გახსნა არის ზარალი. დღეა. მოკლე დღეა და ვაჭრობა არ იქნება. გაუყიდავი გრჩება ამდენი ხაბა. თან იმ ზეზეც კი ვეღარ შეწვა მოკლე დღე. ხო. კაი გადადე ისევ რა. მაგისტრის რო გადავდო ეხა. წიმინდოდა გახსნა, მაგრამ ეს მოკლე დღე არის. არა, მოკლე დღეც არა, აჩქარდა ხალხს. და მილიწამი რომელია? მიკროწამიც ხო არის? მიკრო უფრო პატარა. მიკროც არის, მილიც არის. რომელი უფრო პატარა? მიკრო. მიკრო უფრო პატარა, მე მგონი.
ანუ კაი მილიწამი არის ამერიკული, ეგრე ხო მილებში თვლიან და მილიწა. არა. მოეწონა. მილიწა გამოიგონეს ვინც რუსს ვერ ამბობს. მიკლო ესე რომ მილიწა. ფილიპინა მეცნიერის გამო. ამერიკის ვერსია არ მოეწონა და ეს. ფილიპინა მეცნიერია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ის გეგმავს, რომ UFC-ს ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე ჩაატაროს და უმასპინძოს. ჩაატარებინოს ალბათ უფრო და უმასპინძოს. თეთრსახში აჩხუბოს ვიღაცა. თეთრი სახლის ტერიტორიაზე. არა, ხო და თუ დიდი ეზო. ხარ მოგატყუე მიკრო უფრო პატარაა ბოდიში. ეგრე თქვი წერანაც. მიკრო უფრო ეგრეც პატარა ეგრე, თქვი. ხო. ტყუილს ვერ ვამ, ჩემი აპარატი. დონალდ ტრამპი არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც UFC-ს ღონისძიებას დაესწრო. აქამდე არც ერთი პრეზიდენტი არ დასწრებია. ხო, აქამდე ესეთი პოპულარულიც არ იყო პროგრამა UFC-ს ადიყო აქამდე. ტრამპის დროს რაღაცა. ისედაც არ არის აკონი და რაღაცეები ხო იყო. ოქტაგონი შეიძლება კი ანამ ყოფილი. ეზოში უნდა აჭყუბოს? ალბათ, რახან ტერიტორიაზე არის ლაპარაკი, არ ამგონია რომ იყოს რომელიმე ოთახი. ოვალური ოთახი. ეზოში დივნებს გაწევენ და არა, იყოს დივანი, წესების გარეშე თუა იყოს ის დივანი. არა ხუნებიან თავი ერთმანეთს რა პრობლემაა. სახურავზე სახურავი დამრეცია. ან იმ დროშასთან. ეხლა რომ დაარჩეს, აი, რომ ეძინა იმას ხო გახსოვს. ისიც კაი შადრევანში რო აჩხუბა. ჩვენ რო ვიყავ წვანე ის რო იყო შადრევ. არა, ეზოში კაია რა გინდა. უნდა კაი ამინდი უნდა დაიმთხეს. რა ხალხსაც შეუშვებენ? 20,000 კაცი დაეტევაო, თუ რა წერია? კი. ხო, 20,000-ზე 20,000 კაცზე უნდა რომ გაშალოს. თეთრი სახლის ტერიტორია შეიძლება ითვლება მთელი ვაშინგტონი. არა ის არის. ხო და არ არის ის მაქხელა რა, უჯეროთ ვერ ატევს რა გინდა. 20,000 კაცისა როგორ დაეტევა? მიტანს ტრიბუნებს. უკან არის ძალიან დიდი, შენ უბრინად არ ხო, შემოგივი. უკანა მხარეს ძალიან დიდი და სადაც ვერ ფრენი ჯდება და ხო და ვერ ფრენი თუ ჯდება, ეხლა ვერ დაეტევა? ეს კარგიშვები. ხო და შეუშვებო ბილეთებს გავყიდიო და ორ კაპიკს გავაკეთებ. ბახილებით შეუშვებ. ყველაფერი ფულზე. ყველაფერი ფულზე. მონაწილეებით ბახილებით. როარ ისპონი. ეხა იქ რო იყო მისული UFC-ზე იკითხა ბილეთი რაღაც რაღაცა და დაიანგარიშა თავისთვის რომ 20,000 კაცი 2 მილიონს ავიღებ. ფულს გააკეთებს მაგაზე. ცოტა ფულს გააკეთებს. კარგად გააკეთებს ბიჭო. წარმოვიდგინე რამდენი ხალხი დადის UFC-ზე და ეხა UFC რო იყოს თეთრ სახში. რა ეღირება ბილეთი დაახლოებით? ვერ გეტყვი რა რომ გავიგებთ გეტყვით. $99. ან კაცები უფრო ძვირი ეღირება ამერიკაში ვიდრე UFC? თეთრ სახში? ის რო პარტიას აკეთებს ჯიგარი. რომელი? ვინა? მასკი. მასკი აკეთებს ხო ამერიკა ხო თუ რა საქმეა? ამერიკა. ან ამერიკას აკეთებს ან ეს. ამერიკას არქმევს. ან კოლუმბია. ძლიერი ამერიკა. შემდეგი ახალი ამბავი არის ჩინეთში ჰუმანოიდი რობოტების საფეხბურთო მატჩი გაიმართა. აბა ნახე ბიჭო ესა. ხო და ამის მთელი მუღამი ის არის, რომ პირველად მოხდა ესეთი რამე, ანუ ეს რობოტები არც ერთი არ იმართებოდა ადამიანებს. ხელოვნური ინტელექტი. თვითონ AI თამაშობდა. ამათ მე მოუგებ ისე თამაშობდა. ამ ეტაპზე, მაგრამ გაისათ ნახე როგორი დახვეწილები. გაისათ რა ეს ერთი მოგება ჩამაწერია და იქ მესამე медаლი დამატებია და გაისათ თუ ეთამაშო უკანასკნელივე. სამ პატარ-პატარა ნამი. მეც ესე ბაკაბუკი თვიული, ჰა. ნახე რანაირად. იმლიდან და წავიდა. აუ ბიჭო რა უაზრო საყურებელი რაღაცა. და მუღამი რა არის ამისი? ნუ ერთი რომ AI-ს ტესტავენ და მე აუ აი გაიყვანეს. ექიმები შემოვა. ხო, ეს სპეციალურად იყო გაკეთებული რომ რაღაცა ექიმის რობოტი უნდა ყოფილიყო. აი მაშინ იქნებოდა შოუ. ეხლა არის ფარსი. ეს არის ფარსი. გეთახმები. საჯი ადამიანი. არ ადამიანები იყვნენ. ხო, ფარსია. დებად მოხვედი და ჩემს. ყველა სფეროში ყავთ ჩართული ეს ადამიანი რობოტები, როგორც ჩანს როცა რაღაცა კონკრეტული მაშინ მონაწილეობას იღებს, მე იმის გატესტო ადამიანი დახვეწა და შემდეგ ეტაპზე უკეთეს გამოყვანა ადვილია და ამის განვითარებისთვის მეოთხე კაცი თუ გაგდება ჯოკერში, შეგიძლია დაისვა? თუ ჯოკერში ჩასვეს, მაშინ უკვე იქნება. ოღონდ ბესკოზირას ვერ თამაშობ. ეგ ხელოვნური ინტელექტის ხალხი რაღაცა ფულს ჩადებს. და ჩემს თulis, მაგრამ აი ბესკოზირას ვეღარ იგებს რა ხდება რა. რაღაცა ფულს ჩაყრის ეხა
ხელოვნური ინტელექტი ხო დიდი ფული აქვს რობოტოტექნიკას და და შეიძლება თქვა აიძულონ რომ ჩვეულებრივ ფეხბურთში ერთი კაცი იყოს რობოტი ან აუტს რობოტი აწვდიდეს რაღაცა და ესე ნენელა 1 2 3 4 და კარგა იმან სამსახური თავისუფალი ხარ ადამიანო რონალდომ ხო მაგრამ არ იქნება ბიჭოს არა რონალდო რას იზამს იცი რონალდო დააპროექტებს თავის რობოტს რომელიც ის მსგავსად აი იგერა უთხრა ხო მაგრამ არ იქნება ბიჭოს სასაცილო კომერციის ის არის შემდეგი ახალი ამბავი აფრიკის ქვეშ დედამიწა პულსირებს მეცნიერება აფრიკის სიღრმეში საოცარი რაღაც აღმოაჩინეს თითქოს დედამიწის გულისცემა ისმის და აქვს პულსი ყველაზე ძლიერი ეთიოპიის ქვეშ ყოფილა აფრიკის რეგიონში სადაც დედამიწის ქერქის 3 გიგანტური ნაწილი ტექტონიკური ფილები ერთმანეთს შორდებიან და ახალი ოკეანე უნდა წარმოიშვას დედამიწის სიღრმიდან ცხელი გავარვალი მაგმა რეგულარულად ტალღებით ამოდის და სავარაუდოდ ანუ მათ გასკდება მან ბუთქავს გამსკდარია თუ ამოდის მაგმა უკვე გამსკდარია ეს პულსი როგორ არის რომ დაადო ესე ეს ინჯება ესე ვერ დაადებ მაგრამ ეტყობა რაღაც აპარატს როდებენ ესე თავი რომ დაადო ვისაც გაისმენა ხო და ისე თქმა მინდა იცი აი ეს იქიდან ხო არ შეიძლება რომ გადმოვიყვანო პატარა დედამიწა ამოვიდეს აი რას ბოდიალო მეთქი დენირო გადმოვიყვანო რაღაცა ეგეც დედამიწა როგორ უნდა ამოვიდეს აი ამოვიდეს ან შეგონია რომ შობია რომ უთხარი ის არის რა უკვე კინთვები აქ თუ რაც ქვია უთხარი ხაბაბი რო გაათბოლავაზე ხარა მაგას დედამიწა ჯობია რომ კაბაბი ლავაზე ჰელიო კაბაბი თუ არ გინდა ჰელიო კაბაბი ლავა როგორ არის თან ეგ უნდა გააკეთო იქ ხაბაბი ლავაზე ელიავაზე მაგმაზე თუ არის ეს დიდათა მომიჭერი სლოგანიცა დიდად ამოვჭერდა ბანერი გაუკეთე კაბაბი ლავაზე ელიავაზე მოეწონა ვახრანიჭიერია ბიჭო მარკეტინგში ორბლები ხო არ აქვს შენ საკაბაბის რო გადაიტანო ბარი ელიავ აქვს კი სად გააკეთები ელიავაზე შეში შემდეგი ახალი ამბავი არის მკვლევარებმა დაადგინეს რომ კაი ტიპის ანუ ინგლისურად cool რაც არის ხო 6 მახასიათებელი ნიშანი რას ნიშნავს ეს cool ვაბიდე მიუხედავად იმისა კულტურული განსხვავებები არსებობს აღმოჩნდა რომ ეს cool არის ყველასთვის ერთი და იგივე რა მას ნიშნავს ეს მახასიათებლები არის ექსტროვერტები არიან cool-ები არა ვარ ხო ჰედონისტები არა ვარ ჰედონისტი რა არის ჰედონისტი არის სიამოვნება რო სიამოვნებაზე ორიენტირებული როა რომ სიამოვნება მიიღოს ბევრი ძლიერები არა ვარ ნუ აქ მეც გამოვეთიშე თავგადასავლების მოყვარულები არა ხარ არა ვარ დაუბრუნდი გახსნილები ოპა არა ხარ აბსოლუტურად გახსნილი ვარ და ავტონომიურები აი ვარ ავტონომიური ძალიან პატარა ქულ ხარ ავტონომიური აი წაუქულებ რა ავტონომიური როგორ ახარ ყველაზე მალე ჯდები შენ დღის მონაზრე ეს ბიჭო ავტონომიური სხვა რამე შენთვის რამე მithოვია სუმეროდ და გათრევ მანქანით კი ავტონომიური არის თვითონ ვინც დადის და ვინც ესე პარაზიტი უზის გვერდით ის არ არის ეგ ავტონომიური არის სიმბიოზი სიმბიოზი არის ორივე ერთად ერთი ცოცხალი ორგანიზმი და თანაცხოვრობენ ხო მაგრამ ამ სიმბიოზიდან ერთი არის cool და მეორე cool მეორე არის coolest zi ვახ მე რაღაცებში არა ვინ დაადგინა მეცნიერება journal of გენდა journal of რაღაცა experimental psychology და ეს პედრო პასკალი უბრალოდ cool არის ალბათ ხო ჯდება პარამეტრებში ხო პედრო ავტონომიური თუ იყო არ ვიცი დანარჩენები შეიძლება ვისაც ავტონომიური რა არის რა განსაზღვრება დამოუკიდებლად რომ შეგიძლია რაღაცების გაკეთება და არ ხარ ვიღაცაზე ჩამოკიდებული ხო ხო მე ვარ შენ აუცილებლად ეს წამომიღე ის ხო გოგაბო თუ მოდიხარ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ შენ უნდა აკეთო
ამას თუ აორგანიზებ რომ კეთდება. უკვე დამოუკიდებელი. არა, cool ტიპია, რომელი უფროსი უყვარს იმას თანამშრომელს. სიყვარულზე არ არის, ეს არის cool. მე დათოსკენ გადავედი ახლა. ეხა ეს ისე მიზამს რომ დავრჩები ფეხით სასიარო. მაგრამ ამიტომ არ გინდა. კოჩაში მოდიხარ იძახარ cool მოდის, მაგრამ ფეხით მოდის. მოდის რა მოჩაჭალე. მოფელატუნობს. აი, მაშინ ხვალ არ გამოგინა. ნახოთ ერთი რა კულხა. იყავი cool. ამ სიცხეში. რა ჯობია დავტოვე. შენ ჩაჯექი. კულობაში? კლუბაში. რაში? აი რა არის? აი მე იმას ვერ ხვდები, სიძლიერეში რას გულისხმობ. ხო, სიძლიერე რა არის? შინაგანი სიძლიერე. ლოდოს ვერ ავწევ, მაგრამ. თუ გარეგანი სიძლიერე. არა, ერთი ფიზიკური. ფიცარი გადამიტანი. ლოდს ეხა ზომას აქვს მნიშვნელობა. ხო, მაგრამ შეიძლება პატარა საოცრს. პატარა პლასტმასის ლოდს აწევ. კი, ან ფენოპლასტისას უფრო დიდ საოცრს. იმისას შემდეგი ამბავი. ჭრიალა რაღაცა. სტატია ინტერნეტიდან, რომელიც გვირჩევს თუ როგორ შევარჩიოთ კარგი საზამთრო. ლებიჯო, მიდი. შედალოცვიო სად იყავი? მრგვალი ანიშნავს რომ ტკბილია, ანუ წაგრძელებული, ჯობია, მოგრძო ნიშნავს რომ წყლიანი. ეს არ ვიცოდი სხვადასხვა. არც მე. მე არაფერი არ ვიცოდი, რასაც უყურებ ახლა. ზოლები თუ მე ის ახლოს დედალი და ერთმანეთთან. მამალი რო არის. ეგ ხო ყველა მის. დედალი და მამალი ბიჭო მართლა არსებობს თუ პროსტა მოგონება. ვიცი, შეიძლება ესე დაარქვეს, ოღონდ ეს არის რა. ზოლები თუ ახლო ტკბილია, ხო. თუ შორ-შორს აქვს უგემური. ნახე წყლიანი კი არა, უკვე უგემური შემო. ხო, უკვე მოყვითალო შეფერილობა თუ აქვს გარედან. ხო, ეგ ძირს რა ადგილითაც დევს ეგ მიწას. ლოგიკურია, რომ დამწიფებულია უკვე და არა, უჩრდილო ადგილია და ეხა ნახე. ტკბილია და დაუშვათ მრგვალია თელი თუ აქ ეგრას ნიშნავს. ტკბილს. და თეთრი თუ არის უგემური. შავი თუ არის არის ყიდა დამპალია. ეხა ნახე, დაუშვათ არის მრგვალი, ხო, მრგვალი. ზოლები ახლოს აქვს კი. და თეთრი. ესე იგი ტკბილია, მაგრამ უგემური. ტკბილია, მაგრამ გემო არ აქვს. მაგრამ მეორე თუ არის დაუშვათ, თუ არის წაგრძელებული ხო. ზოლები და ყვითელი ზოლი, ანუ ტკბილია, მაგრამ წყლიანი. არა. ნახე? სწორია, წყლიანია. მაგრამ ტკბილია. თვითონ ის წყალი არის ტკბილი. კი. მაგრამ უგემური. არა, უგემური ის არ გვიწევს. ზოლები ახლოს. ზოლებზე არ გვილაბა. ზოლები არ გვიყია. ყველაზე კარგი შემთხვევა თუ აიღებ ანუ ლიმონათია რა. ლიმონათის ყიდვა თუ გინდათ წაგრძელებული იყიდეთ ყვითელი იმით. წაგრძელებული ყვითელით ხო. ახლო ზოლებით. და გემრიელი ლიმონათი კიდე იმას იღებ ახლო ზოლებით, უგემური ლიმონათი კიდე შორ-შორ. რანაირიც გინდა. ეს უნდა გამოვაკრათ ყველა იმასთან, სადაც საზამთროს ყიდვა. საზამთრო გიყვარს და თო? საზამთრო გიყვარს? მიყვარს რა ეხლა ესე ჭამ აქ რო გესურება. აი რანაირი ლაპარაკი. ეხა ნახე, ეხა მიხვდები საზამთროსთან როგორი მიყვარს რა საზამთრო. მოცვი გიყვარს. მოცვი მიყვარს. აი განსხვავება. საზამთროსა და მოცვი. არა, საზამთრო. არის შეჭამ, არ არის არ შეჭამ. მოცვი თუ არ არის როგორ შეჭამ? მოცვი არა. არ არის მოცვი გინდა. ნისვი ა? ნისვი გიყვარს. ამას ხო ეგ დაერქვა, კავკასიური მოცვი ჭამია არის. ზოგიერთი ნესვი მიყვარს. ზოგიერთი რა ესეთი რა გაქვს, ესეთი სკალა გაქვს. უგემური რაღაცა ვის უყვარს? შენ საზამთროს ყიდვას აპირებ? შენ არა მოცვი რა უკვე ერთი წამს. არა, ხო და ესე უნდა ვიყიდო და რაღაც ბიჭო ჯიშებზეც არის დამოკიდებული. ერთი პერიოდი. მე მაქვს ესეთი იდეა, რომ ეხა ხო ისეთი სეზონია, რომ უკაცრავად შეიძლება. მიდი. ეხა ხო საზამთროს სეზონია. არა, ჯერ არ არის ეს. კი, შემოსულია. მაგრამ ნუ ჯერ არ არის ეს ქართული არ არის. არა, ქართული არის უკვე. ლაგოდეხი, ეხა ვიყავი თელავში და ლაგოდეხის აი, ოღონდ ალაპარაკი არაფერზე. თვითონ გამყიდველმა მითხრა, რომ თუ ენდობი იმ გამყიდველს. იცის იმან ეს სქემა? ცოტა დაელოდეო, საზამთრო იცის. გძნობს საზამთროს. მოკლედ, ჩვენი მაყურებლები თუ მიხვალთ საზამთროს საყიდლად, აბა ცადეთ ხო. და რაღაცა სტატისტიკა გვექნება დიდი და გვეცოდნება ეს მუშაობს თუ არა. შენ რომელი გიყვარს? და დაწერეთ ოღონდ რა, რომ აი ვიყიდეთ, მოგრძო ვიყიდე და წყლიანია. ან მოდი ესე ვთქვათ, რომ ჩვენმა მაყურებლებმა გამოიწყეთ ჟურნალი, იყიდე საზამთრო. ჟურნალი გამოიწყე რა. ბავშვებს რო აბარებენ
ზაფხულში. ერთი წამი, ვიცი, რაზმნა არის ეგ, ვერ ნახე, რა უნდა ქნა. ჟურნალს ხო? სამ ხაზად ჩამოხაზავ და საზამთროს იყო ჩაწერე მრგვალი, ახლოს ზოლებით თეთრი. და მე მიაწერ როგორი გამოდგა. გამოიწყე, არის დაიწყე, რა მოგივიდათ ბიჭო. გამოიწყე, ანუ რო არ იყო დაწყებული და დაიწყე. გამო რა ხან არის დაწყებული. გამოიწყე, რომ შეიწყე არის, შეიწყე. დაიკარგა და შენ გამოიწყე, აი გამოიტანე. ესე ხორგე გამოდები. არა, გავიგე, რომ ის მე ამ ჟურნალებს რა გამოიწყე, შეიწყე არის? არა. შეიწყე არის, მაგრამ სხვა რაღაცას ნიშნავს. ამ შემთხვევაში რას ნიშნავს შეიწყე? აი, რაღაცებს იღებ და იწყო. იწყო. არ მინდა ხა ამ თემისგან გამოიწყე. საზამთროს სეზონი რო დამთავრდება, ყველამ ჩაგვაბარეთ ეს თქვენი ჟურნალი. არ გვინდა ეს ამხელა მასალას რა დაამუშავა ჯანელას. ჟურნალი არა. ერთი წამი რა ჯანელა აუტვირთავ ChatGPT-ს გაანალიზებს და გამოიწყო. ხო, სეზონის ბოლოს გვექნება ანალიზი მეცნიერული 7000 საზამთროდან. კი, ეგ ოღონდ ჟურნალი კი არა, ეგ არის საზამთროს დაკვირვების დღივ. ხო, მართალია. აჰა. და გამოიწყე უკვე დღიურს აღარ უხდება. ჟურნალი კი ბატონო. აწარმოე. აი ხოჭა. აწარმოე საქართველოს. მოდი ვაწარმოოთ ყველა საზამთროზე დაკვირვების დღიური. რო გამოუშვა შენ და გაიყიდოს. არა, ერთი წამი და საკაბაბე რო გადადო ცოტა. არა. და რაღაცა კონვერტებიც რო ჩააწებოთ, რომ ამ საზამთრო ჩააწებონ კომენტარებში დაწერეთ. არა, ბოლოში, ნახე, ეს ხო. ამას ის ჟურნალი და დღიური ხო ფიზიკური ბოლოში კონვერტი რო ჩააწებონ, სადაც ოცნარს ჩადებენ. არა, კურკებს ჩადებენ და მე ყველაზე კარგ საზამთროს ჩვენ გავამრავლებთ და დაგპატიჟებთ. აი რაღაცა პატიჟებთ, მაგრა დამთავრდა. რაღაც თქონა დააინტერესა. სადამრავლებთ იპოდრომზე თესავთ. იპოდრომზე სხვა. და სად პატიჟებ ეგ იპოდრომზევე? აქვე. აქ. ისეთი არა, ბადეს გავაკეთებ, გავავსებ საზამთრო. UFC-ს ხალხი რო ჩავა. როცა იქ დავთესა. არა, მალაგი. სასამთროს სასამთროს ხალხი შეჭავს და იშლები. სტატია ინტერნეტიდან. ოპა, ესე იწყება. გაიცან სოფლიოში ყველაზე პატარა ციყვი. აუ რა საყვარელია. რამხელა. ციყვი ბორნეო. ალბათ ესე. ბორნეო არის იგმე ციყვი. ინდონეზიური პიგმე ექსცილისიურუს ექსცილის ესე ქვია ლათინურად რა ჯიბის ზომის ძუძუმწოვარია რომელიც ბორნეოს ღრმა ტყეებში ბინადრობს მისი წონა სულ რაღაც 15 გრამია მაგარი პარალელი გაავლო რა ლათინურად ექსცილისიურუს ექსცილის ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი არის ვახ კარგი მისი წონა სულ რაღაც 15 გრამია 3 ის რო არის ხო იცი ელემენტები რო იყიდება 3A ეგ მაგაზე ჩატია 15 გრამი 3A ანუ რაღაცა მტაცებელმა რამდენი უნდა შეჭამოს ის ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს ხავსებში და ბიჭო როგორ იცი მტაცებელმა კულიოქში უნდა გქონდეს ზესუმსირასავით აწებელი მიმეწებელი ხო რა ეგეთი ბოროტული იმიდა რატომ მოუძე ხო შეიძლება რამდენი საჭმელი უნდა შეჭამოს ამან რო ამას რა თუნდა ჭამა 15 გრამი რო ხარ მზეს მიეფიცხები და მიიღებ შენ წინ იმას ვიტამინებს და შანკობაც და всё დაწეგი დაიცინე ეს შეიძლება მასაც არ აკეთებს მოშარდვას გაორთქლებით არის ბოდიში და ამან გაზები რო გაუშვას 1.15 მეტრზე ისვრის ხო თუ ძალიან გაბერელია აი რაღაცა თუ უპუხპუყებს შეიძლება ეგრე გადაადგილდება ტურბო სისტემა ხო ნახე რამხელა თავი აქვს ტანთან შედარებით ორგანიზმის 1/3 შენ არ უნდა იძახდე მაგას მე უფრო პატარა კოეფიციენტი არა მართალია ძალიან მაგრამ იყოს დიდ თავარსებები ვა ნახე ცისფერთვალებად ციყვი არსებობს კი არიან თუ ციხუს ცისფერიუს და ქულები არიან ქულ ეგენია ბიჭო რამხელა იქნება ზომით კაი წონით ელემენტზე აი ამხელა ეგრე მგონება ამხელა იქნება სადღაც ხო აბა დავატოლოთ მე უფრო დიდი მგონია ხედავ შენი მამალია ეს ოღონდ მე კუდის ჩათვლით ვიძახი რომ იცოდე ხო აბა ხო
ეს იმას ვერ წაწევს რკოს ან რაღაცას წაიღოს არა ბიჭო რა რკო ეს ჭამს რა ხავსით და ხის ქერქით იყვება ჭიას და პატარა კოღოს შეჭამს ხო კოღოს შეჭამს და მე 3 დღე კოღოს შეჭამს თუ დავუკლავ ცხალი კოღო შეიძლება კოღო მოერიოს ოღონდ შეიძლება დააგდოს ეს ის რა ისა ყურე არა ყურებია ეგეთი რა ყურებზეა ის ბეწვი თუ რა ყურზე არ ეყო ის 15 გრამი და ბეწვებით აქ შევსებული არა ყურებიდან როთმები გამორდის ბებერი წირო და კარში მოხდა და ესე დაუდგა უფრიალებს სველი კარში მოხდა და ესე დაუდგა ხო და ნორე ისე ტალავერი აქ ესე გადაიქცა როგორ და რასაყვარელი ცხოველია და როგორ დასციტიან ამხელა ვირგლები გვიყვარს და მთელი სიყვარული ძალიან საყვარელი ფეხებითაც ისეთია ძველ ტელევიზორებს რო ფეხები ქონდათ მხატვრული შეტარება ხო ესეთი კი ესე მაგრებოდა ტელევიზორს რო ესე ცოტა თუ შეეხებოდი კანტა კი აბარა კინდილა ტელევიზორები ეს იყო დღეისაც ახალი ამბები კარგი ბიჭი ხარ აი ესეთი ამბები გქონდა. ტრადიციულად გადავდივართ სტუმრის ნაწილზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მომღერალი ანა დოიაშვილი. გამარჯობა ანა. გამარჯობა. როგორ ხარ? ვარ. თქვენ როგორ ხართ? ეგ არის ყველაფერი გასაგები. ვარ არის ისა რა ქვია სკოლაში რო აცხადებდი. კი, შენ დროსაც იყო ეგრე? ანა ვარ. ანა არა გვარს ამბობ დოიაშვილი და ვდგებოდი. ხო, დოიაშვილი ვარ. ავად გახდა და წავიდა და ის წაყვა და მე მთელი ის იყო იმედი ადგილი არ იყო და ბაც ხო. თქვენ როგორ ხართ? ხართ? კარგად. კარგად, ზამთარ. რა ვქნათ, სხვა გზა არ არის. არანაირი. ჩვენ ტრის გულის გასახეთქად ვიძახეთ რომ კარგად ვარ. მეც კარგად ვარ. მოეწონა. კი. მოყვარეს უხარია მტერს გული უსკდება. შენ არაფერი არ მაგრამ ძალიან მოყვარეს. ხარ ისევ ხარ. ძალიან მოყვარებს თუ მოხდები და რამე დასამალი არაფერი, მან თქვი ვარ. გაიხედე გამოიხედე და მე თქვი. რაღაცა უნიფორმები გითხარ ხო? დავემთხვიეთ ჩვენ. ზოლიანი ბანანები. ხო იყო ადრე ეგ. კი ზოლიანი ბანანები იყო. რა ხდება სიმღერაში? არაფერი, აღარ უმღერი. სადაანები თავი? გადააგდე? ხო, 20 წელია ალბათ, მართლა? 4. აბა მომღერლად რატო გამომაცხადებინე შენ? იცი რა არის, რომ მაცხადებენ, არ ვიცი ხოლმე როგორ უნდა გამომაცხადონ, რატო მაცხადებენ, მაგრამ რომ მაცხადებენ, არ ვიცი. უბრალოდ კარგი ადამიანი პროფესიით მუსიკოსი ვარ. ხო, კონსერვატორია დაამთავრე? კი, ბერკლის კოლეჯი დაამთავრე, მუსიკალური კოლეჯი, პერფორმანსის და მუსიკის თერაპიის განხრით. პერფორმანსის და მუსიკის თერაპია. მოდი პერფორმანსი იქით გადავდოთ და მუსიკის თერაპია ცოტა ხანი დროებით და მუსიკის თერაპიაში ჩაუღრმავდეთ. კი ბატონო. ან ფაქტურად ექიმი ხარ. ექიმი არ ვარ, ხო, თერაპევტი ვარ. მაგრამ ფორმასი როგორი და პლეილისტი გაზმოვას გადაგიხდი. გადაგიხდის ნაწილს. და დავიწყოთ ახლა. ნეკნებს რა უხდება? ნეკნებს უხდება ბლუზი. მართლა? მარცხენა მხარეს თუ მარჯვენა? არ ვიცი. არ ეს თერ იდეაში. ხო, მართლა იდეაში თავი მაიმუნები თავი დავანებთ იდეაში არის რა. ბოლო აი 80-იანი წლების ბოლოს დაიწყეს უკვე ფიქრი იმაზე, რომ სპექტრის მქონე ბავშვებისთვის და აი PTSD ვისაც აქვს, ერთ-ერთი ხერხი არის მუსიკის თერაპია, როგორც ცეკვის თერაპია, ხატვის თერაპია, სხვადასხვა თერაპიები ასეობს. ეგეთი არის მუსიკის და რა გავიგე, ძალიან დამაინტერესა და ვისწავლე. და მართლა რა არის მუღამი არის რომ რაღაც მუსიკალური ჟანრები არა, ნუ გასწავლიან თეორიას, როგორ დაეხმარო ადამიანს იმისთვის, რომ ადაპტირდეს სამყაროში. არსებობს რაღაც სავარჯიშოები, რითმული, სწავლობ ტვინი, როგორ იღებს ვიბრაციებს, ტალღებს ბგერისგან, რითმისგან და უგემური წამები და არის რაღაცა უგემური მუსიკები, აი ცუდი მუსიკები რომ უნდა დავუნიშნო, რომ კი, მუსიკებს როცა უნიშნავ ეგ არის. სამღარათო. მუსიკებს რო ვინიშნავ ეგ არის. თვითონ უსიტყვები და ჩქარები.
და ისა რამე მუსიკა არის, რომ დიდხანს უსმენ და სიგარეტს თავი დავარ. არა, თუ იცი მითხარი მეცარ. ან თქვათ რომ ჭამოდა არ გავსუქ. აი ეს. ეგორი თუ აი შენს არ სუმუსმენ. მეც. თუ იპოვი გაგაგებინა. აუცილებლად კი, ოჯახი. და თერაპია გასაგებია, ხო მეორე ნაწილზე რო გადა. ეხა ქირურგია მუსიკა. სიმღერა ხო, ეგრე მოხდა რა. არა, პერფორმანსი ხო. პერფორმანსი ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ სასცენო მოძრაობასაც გვასწავლიდნენ, ცეკვას, მეტყველებას, სიმღერას, რასაკვირველია. ჩემი ინსტრუმენტი სიმღერა არის, ვისაც პიანისტებს. ანუ სიმღერას როგორ უნდა მოიქცეს სცენაზე? ხო. მიკროფონი როგორ გეჭიროს, აკუსტიკური მათემატიკა ვისწავლეთ, დარბაზში როგორ მივხვდეთ ჩვენი ხმა, როგორ ძალიან ბევრი რამ. ძალიან საინტერესო იყო, უბრალოდ ეს მიკროფონი ხახ რო გიკეთია ბომჟები ვარ. არა. ეს უნდა გაიქნა. აკუსტიკურ მათემატიკას ვინ გიკითხავთ? აკუსტიკურ მათემატიკას მიკითხავდნენ კოვიდის დროს და შესაბამისად ონლაინ ლექციები. ვინმე გახდა შენი კურსელი ცნობილი? ჩემი კურსელი არა, მაგრამ ვიღაცები არიან, აი მაგალითად მაკიერსი მაგალითად ბერკლიში სწავლობდა. ვინა? არ ვიცით ეგ. ცნობილი გახთაო, ეს კითხვა. მაკიერსი ცნობილია, ეხლა. არა, აქ უბრალოდ. არა, კარგი ბიჭია, გაყოფილება. ბიჭია? კაი ბიჭია, გაისრალა. და აი თქვა სხვადასხვა სიტუაციაში სიმღერებს გასწავლიან, მაგალითად ქორწილში ხარ. იქ როგორ უნდა მოიქცე? არა, მაგას არ გასწავლიან. მეფე დედოფალთან მიხვიდე ჩაეხუტო. სამღერის დროს ან რაღაცებს არ გასწავლიან? არა, მაგრამ ქორწილში სიმღერის გამო პატიჟებდნენ სულ ქორწილებში. მართლა? კი. არა, მე მგონია უმეტესი მომღერალი ვინც. არა. უმეტესი მომღერალი ვინც ქორწილში და დაბადების დღეზე მიდის, მომზადებული მიდის, რომ ეხა ავა და იმღერებს. თხოვენ და ხო, რა, უეჭვარი. რას გამღერებდნენ? მე ძალიან გონება ვიხმარე და რაღაც წვილის პირველ ცეკვას ვმღერი ხოლმე ქორწილებში. ეხა არ დამირეკოთ აღარ ვყარის. რა სიმღერა არის? At Last. ეტა ჯეიმს სიმღერის ხოლმე. ცხონებული მივა. ვარი ყოფილა გავარტყი. ხო? არ ვერ გავიხსენე. ვინ არის? ეს ესე რომანტიკას უხდება ეგ სიმღერა. ქართულებს არ მღერი ხოლმე? ქორწილებში? კი. დაგვიბლოკა. ხო, გამორთე კაცი. გამორთე. ეგა. ვა, მე რატომღაც ეს ელა ფიჯერალდის მეგონა და შევწდი. შეიძლება ისიც მღერის ხო? ისეთი ის არის. ეგ ისეთი სიმღერა ყველა მღერი. სადაც მე მღერი, ელაც იმღერებ. ელაც იცოდა მოგწევა წერაზე. ანუ ეს ხანაი ქორწილებში დადის. მე რა ქორწილებში ყოფილი რიქი ეს სიმღერა არა. ამ ოჯახში ტრადიბუდეს იკეთებს. ხო, დაგლიჯა. ეს დაამახსოვნა. აინტერესებს ის. არა, ვიცი ვისტრა, იბერია მღერო და. კი. ხო, გიცეკვია მაგაზე? დაგლიჯა, არა, მე ბავშვობაში ქორწილში ვიღეისა. რამო? ხო, ძალიან მომავალ დინამიკი რო ჩაერთო, შემეშინდა იმ სეფაში და იტირე. და მაშინ ქორწილების ეშინია. რეალით გაუქანდი სახში. ქორწილების ეშინია ძირითადად პანაშვიდებზე. პანაშვიდი ასწავლებს, მაგრამ ესეთი არის სიტუაცია. პანაშვიდიც ხელი. ხო გითხარი ევასება თქო. კი, ქორწილი ძალიან დოღრია სიტუაცია. არა, პანაშვიდს ვერ შეედრება. რა შედარება? აკუსტიკაში გაქვს რამდენიმე სიმღერა ნამღერი, ხო? კი. მე ძალიან მიყვარს ისა და ხშირად უსმენ მეძახის. მადლობა. ნუმეძახი? ხო, ყანჩანესთან მღერი. მარტო მღერი. მარტო მღერის. ნუმეძახი რომ მე. აბა ვისეუბნება ნუ მეძახიო მარტო თუ. ანა მოვა. გაზაფხულზე. ეგ ანრი ჯოხაძე არის? იერი. ანრია ეხლა ესა. არა, მოიცა დამაყენეთ გზაზე, ხო ხედავ. ჩაგირთო? ყანჩელის ნუმეძახი რა. გაიცადე. ეს თუ არ გაქვს მოსმენილი? მაქვს, მაგრამ ვერ ვადიბა იდენტიფიცირ. მიდი რა. ნუ საიდან ექნება მოსმენილი პანაშვიდებზე და პანაშვიდზე გინახია რომ ამ სიმღერას მღეროდეს ვინმეან უკრავდა. არა, YouTube ხო აქვს დალოცვა. ო პანაშვიდზე მე მაინც მოვალ რო იყოს. ნუ მეძახი მე მაინც პოვაცა კარგი. მაგარი. ვაუ.
უმეძახი თუ უკვე კარგად იწება. მაინც მოვაყბეს. აი, შავთეთრებში არ ეძებდა უკვე. ფერადებში ესე მე. ფერადებში. ანატოი ფერადი. აი, სარეცხიფული რო აქვს ფერადი და შავთეთრი. 1 2 3 4 გათიშე. ამას ამოვუჯოთ უბრალოდ მოვასმენი. მე ხელი კრატყენის. არ ვიცი ეს საიდან უნდა ვიცოდე. ბოლო 30 წელია რაც ყანჩელის კონცერტი ჩატარებულა და ალბათ ყოველ სამშაბათს ყანჩელის კონცერტი არის ყველგან. დაანთნობილი ყანჩელის ერთ-ერთი მუსიკოსი აღარ ვარო თქვი. აუ რა საქმიანო ბაბა. უნივერსიტეტი რო დავამთავრე, გადავწყვიტე რომ კოვიდის დროს გადავწყვიტე რომ არ გადავწყვიტე, უბრალოდ კოვიდი რადგან იყო, დაიხურა ყველა ჩემი სამსახური, სადაც მუშაობდი და აღმოჩნდი შემთხვევით ერთ-ერთ რესტორანში სამზარეულოში და შევყევი 2 წელი მუშაობდი. კი, ხელი, კაბაბი ხო არ იცი. კაბაბის სტრუქტურა არის. კარგი იყო, ძალიან საინტერესო იყო 2 წელი ვიმუშავე მანდ და მე ჩამოვედი აქ და აქ ვაკეთებ. იქ რესტორანში იმუშა, რამე სპეციფიური მიმართულების იყო, ყველაფერს აკეთებ. არა, ფრანგული სამზარეულო იყო. კი, ერკლი, ფრანგული სამზარეულო, აბა. გიჭირები გავაკეთე. და ჩამოვედი აქ და აქ ვაკეთებ რაღაც პროექტებზე ვმუშაობ, მენეჯერი ვარ. ამ კულინარიის ამბავში? არა. ხელოვნება, თეატრი, კინო, რაღაც კლიპებს ვაკეთებ. აი, ეს უბრალოდ რაღაც ნაწილი იყო შენი ცხოვრების. კი. მანდ წავედი და ვეღარ მივხვდი. არა, იმიტომ რომ დავამთავრე უნივერსიტეტი, სანამ ჩავაბარებდი, ვიცოდი რომ მინდოდა რომ მუსიკოსი გამოსულიყავი და რომ გამოვედი მუსიკოსი და უკვე მეჭირა დიპლომი ხელში, მივხვდი რომ ახლა მაგარია მუსიკა, ახლა რაღაცა სხვა მინდა. მენეჯერი ხარ, დგავ თუ? დგავ, კლიპებს ვიღებ, მაგაჩი. არა, მეტმა დამიხარა. არა, სხვა რამეს ვიძახ, დადგმაში, ორგანიზებაში. ხო, თეატრში ვარ უფრო რაღაც რეჟისორები რო ჩამოდიან ასისტენტად, რაღაც სცენარებს ვმუშაობ ინგლისური შესჭირდება. ხო, და უფრო. რა პროექტები გააკეთე? აქ აკეთებ მარტო თუ? იცი რა ვაკეთებდი, სანამ აქაც ვაკეთებდი და ქვეყანასაც გავაცდი რა კი. სად გას? ეხლა ვიყავი მაგალითად ბოლოს ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ევროკავშირმა გააკეთა ეგეთი პროექტი სიყვარული ომის დროს და არჩია რეჟისორი რამოდენიმე მსახიობი სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოდან ერთ-ერთი მე აღმოჩნდი და ერთად რაღაცა საერთო სპექტაკლი გავაკეთეთ. კალოპანაიოტიში ვიყავი კიპრზე და შვანტუჟორჟეში ვიყავი რუმინეთში. მანდ დაიდგა ორივე? კი, ორივე მანდ გაკეთდა იუნესკოს დაცული ტერიტორია არის, ძალიან ლამაზი ბუნებაში, ძალიან ლამაზი სივრცე იყო და იქ ვილაპარაკეთ ყველამ ჩვენს რა ხდება საქართველოში, რა ხდება კიპრზე, ზოგადად მსოფლიოში, კვიპროსზე კი ბატონო და ამაზე ვილაპარაკეთ, დავდგით სპექტაკლი. შენ რო დაიწყე ლაპარაკი, ესე დაიწყე რა გითხრათ რიდგა. გაგახაროთ დაახლოებით. ამ ტექსტით. კი, სანამ იქ ვიყავი, ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი დაიჭირეს თან პარალელურად და ცოტა გაოგნებულები იყვნენ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო რაღაცა მითხრეს, რასაც არ დავფიქრებულ ვარ. აბა დარბევის ვიდეოები მანახეო და ტელეფონს ჩამოუყევი უბრალოდ და ერთ-ერთი ვანახე და ვდგავარ და რაღაცა გვარბევენ უკან და მე და ჩემი მეგობრები ვხედავთ და ვიღაცამ ვიდეო გადაიღოთ. ქართველებიო რატო ხართო ეგრეო რომ გაზ გესვრიანო იგუდებითო გამოდიხართ ორი გვერდით, ორი ნაბიჯით გვერდით, ამას იხსნა სიგარეტს უკიდებთ. ანუ რა ლოგიკა არის ეგ? სხვათა შორის ვეთ. ხო, აქამდე მეც არ დავფიქრებულვარ. ვარ სხვათა შორის. არა, მე მინახავს. მე მასე ვქედი კი. კი, კაცო, ყველა ეგრევშები. ყველა ეგრევშები. და ვისაც უბრალოდ ის სამედიცინო ის ქონდა, გახო. გაჭრილი კი, იქიდან ეწევოდა. ან ესე აქედან რო იწყება. აი, ბოჭე, მე იმას დაუბრუნდები შუანაწილს სამზარეულოს. მე ისწავლე თუ ძალიან უცნაური იყო, სახლში ვიჯექი, ბოლო ხელფასი ჩამერიცხა და დაიხურა ეს ჩემი სამსახური ამ კოვიდის გამო და მოვიდა ჩემი მეგობრის მეგობარი, რომელიც იყო ჩერეს მეგობარი, რომელიც ძალიან მშიერი იყო და მეთქი, კაი, უცბად რამეს ვიზავთქო და აჭარული, ხაჭაპური ჩემ მეგობრებს ძალიან უყვართ და უცბად გავაკეთე და არა, ამერიკელები და უცბად გავაკეთე აჭარული და გაგიჟდა ეს და ხო არ ეძებს სამსახურს ამერიკაში.
კი, გამოდის. და კვერცხით კი. კი, და კარაქიძებით. ანუ გემრიელ აჭარულს აკეთებ? და სხვა საქმეს რატო ეცე? შენთან თუ საწადი რა ევროკავშირის პროექტები. რა ევროკავშირის საქართველოს მოკეთებს და საჭარულეს გააკეთებს. ეგრე მოხდი წამიყვანა რომ წამოდიო რესტორანშიო ვეწებთო და იქ აკეთებდი აჭარულებს თუ იქ არა აჭარულებს არ ვაკეთებდი იქ დაიწყე ამ პროგრამა ხახვის ჭრით დავიწყე და გაიარე მთელი და გავიარე და ხახვის ჭრით დავიწყე და 2 ტონა დავიწყე კი მერე ლობსტერებსაც ლობსტერებამდე მივედი მართლა და რა იყო ლობსტერის შემდეგ რა იყო სანამ წამოვიდა სუიცვლება ძალიან საინტერესო არის ოღონდ სინამდვილეში სამზარეულოს ცხოვრება უბრალოდ არ გაქვს ცხოვრება სამზარეულოს გარდა, იმიტომ რომ 11 საათი, 12 საათი ვმუშაობდი, კვირაში 5 დღე 6 დღე. ეგ რაღაცა შრომის კანონმდებლობის დარღვევა. ამერიკაში არა, იქ ოღონდ სამსახური შეერებული გადაგიხადა, ეგ ევროპაში. ეგრეა, კი, მართლა ეგრეა. ან შენი მომავალი გეგმები არის ამ მიმართ იცი რა, არ ვიცი, ჩემი სამომავლო გეგმები რა არის, იმიტომ რომ აი ამ ყველაფერთან ერთად კოვიდის დროს აქ რო ჩამოვედი, გავაკეთე TikTok page ლალი მებუკე, არ ვიცი, იცით თუ არა და ჩვენ TikTok-ი არ აქვს. ხო, აი ან ჩამოჩენთვე, ხო ხედავთ ლალი მებუკე არის ეგეთი მე ვიცი, ჩემ მეგობარს აქ და იმასთან ნახავ. ეგეთი პერსონაჟი შევქმენი უცბად და დავარქვით სახელი ლალი ერქვა სულ და გვარი მოუფიქრეთ და გავუკეთე TikTok-ი და Instagram და გავდიოდი ხოლმე ლაივში კოვიდის დროს ყველა რო სახლში ვისხედით, მაშინ და ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ლალი გავარდა მაგრამ დღესაც ქუჩაში ვიღაცა კაცი მოვიდა ხა სანამ აქ მოვიდოდი და ხა შენი ხმით მებაზრე დროზე ვასამეორე რომ ლალი ცოტა სხვანაირი პერსონაჟია ანუ მაგით ვერ მუსიკალური თერაპია მე ისე რა კულინარია პროდიუსერი ადამიანია ძიებაში აი ესე ხო ძიება აფელ მეტლახს თუ აივანი მაგ დასამ კონდიციონერი ერთ ჩამოსული აუცილებლად გამაგე კონდიციონერი დააყენა ბერკლიდან კაფელ მეტლახამდე ესე უცებ როგორ ჩამოვე რა ვიცი ხახვიჭრა გამოვიდა თუ არ მე და ხახვიჭრა დაიწყო მაგრამ მე ლობსტერამდე ავიდა მაგრამ მე რუმინეთში რაღაცა დადგა არ დავდგი სხვათა შორის ვერასდრო სპექტაკლს აი ალბათ ვერასდრო სპექტაკლს ვერ დავდგა მაინც რა არის გენეტიკა შეძულებულია გახოთ ლოთების შვილებს სასმელია სანამ დაგემშვიდობები საჩუქრები უნდა გადმოგცე ვეგეტარიელი რო ხარ ძალიან გამიხარდა და მიდი ჩვენი სპონსორია ნიკორა ხორცს პროდუქტები. ნიკორა პროდუქტები. და სხვა შორის არ მინდა ეხა, მაგრამ ეს ხომაგი არის სასწაული. მაგრამ შენ არ ჯამ და ამიტომ დათო წაი. შეწაიდები. არ ჯამ, ესე შენ ეხა უნდა ათრიო. და ნახეირი არ ჯამს. ხო და ის პატარა მიეცი კაცო. არა უშო. მოკლედ. ხო, ვინმე გეყოლება ხორცს. აი ეს მეგობარი მოვამშიე. ვიღაცას ხაჭაპურის გამოცხობის თავი არ გექნება. უცბად რაღაცა მოხარშვა და შეგილეჯან მისცედა აი გულხარი 5 წუთი რო იხარშება. დავინახე უკვე ამას აქეთ დავდე. ის მუდობი მიეცი რა, ის ცხვრის როხსებს. აქ ვეგეტარიანობა უკვე არაფერ შუაში არის. აქ არის ელიტი ჩაერთო საქმეში. თანამედროვე ტექნოლოგიებთან კონფლიქტი ხო არა გაქრამი? არა. ნახე. აი ეს არის ეს არის ონორის ღორის როდა ღორის smart watch. უსადენო ყურსასმენი და ჭკვიანი საათი. მე ვიტყოდი ძალიან ჭკვიანი. აი რო გითხრა ეს ყურსასმენი შტერია? არა, ესე თქვა. მაგრამ ძირითადად ონორის ნიჭიერი ყურსასმენი და ჭკვიანი საათი. ნიჭიერი, იმიტომ რომ აი სასწაული ხმა აქვს რა. ხო? თერაპიაში გამოგდა. თერაპიაში კი. ორივეს უდებ შიგნი მე რა პრეტენზია რო არ იყავს. ამაზე ნიკორაზე ხო არ უთქვია ეგ. აკესია. ძალიან დიდი მადლობა.
არაფრის. ელიტისგან ეს საჩუქარი ღმერთთან მშვიდობაში მოგახდა. ეხლა უკვე დაგემშვიდობები. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ. მადლობა თქვენ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია. გადავდივართ მომდევნო ბლოგზე. ჩვენი მომდევნო რუბრიკაა selfies რუბრიკა. selfie წარმოგვიდგენს და ეს არის კომენტარები ჩვენი YouTube არხებიდან, Facebook-იდან და ფან ჯგუფიდან. ერთ სიმსიოში მოიყარა თავი ამ კლიპსის კომენტარებიც არის? კლიპსი ჯერ არა. კლიპსი ცალკე რუბრიკა კეთდება. კლიპსის კომენტარები. Porsche ფიქრობს და სპონსორობს. დათო ხედავ როგორ მოგტეხეს? არა უშავს. მიდი ძმა. ირაკლი ფირცხაბაიშვილი. დროა კაკაბას და იკოსაც ეღადაოთ ხოლმე. და კაი კაცი წერს ერთხელ იკოსაც დაცინეთ. არასდროს იკოზე არ გადაობთ. აი ხედავ რა დაგვიგებია. მართალია ნახე. მოდით ძმებო. არა, ესე მოდით არა, მოფიქრება უნდა. არ არის საინტერესო პიროვნება. არც ერთი და არც მე. ვა, საიდან დაგვარჩევ? ღრმა პიროვნება არ არის, რომ ხელჩასაჭიდი კონდეს. აი ზედაპირული. მოტლი არის. ვახ, რა კარგად. რა კარგად იპასო. არაფრიდან გამოაცხო. კი, ჯიგარი ხარ. და რატო არ ვეღადავებით მარტო ეხა ეს კი. რაზე უნდა ეღადაო მართლა? აი ნეკნინოთ კიო, ამას რო ткиო და ხო დავწირა. ნეგნით კიო. იუილზე წვერი აქვს რაღაცა ცანცარა. მაგ ნახე რაღაცნაირად. ულვაშები აქვს არ იკრიჭავს, მალე პირი აღარ გამოუჩნდება საერთოდ. და რა მე? რა ჩაცმული დადის. რა ვიცი, რაღაც 1000 დებილობას. შენ რაზე გეღადავებით? აუზზე იყავი, ჯამრთელი ადამიანი, აუზები. მოიტენთე. ნახევარი გადაცემა მიუძღვენით მაგას რომ არა, ხომ არა, ნახე შენ ახლა ჩემზე რაც ჩამოთვალე, ყველაფერი იყო ვიზუალური. ჰა. და თქვენ ისინი გაქვთ, საცეცები გაქვთ. ო, სულიერი გვაქვს ჩვენ რაღაც. სამაგდები სიღრმისეული. კარგი, შენ. ეს ეს უნდა იყოს. სლიკინ არსებები ხო, ხელს რო ვერ მოკიდე. შემდეგი ვინახავთ? კაი კაცი ისევ ესწერს. სპაიდერმენი კაი ყველა მიცის. აი ეს კეტვუმენი საიდანღა იცის ლაბაძემ. ერთხელ კიდე ფილმებზე იყო რაღაც თამაში და მწვანე შუქურაო. ლაბაძეს თუ ეგეთი ფილმები ქონდა ნანახი 100 წელი ვერ წარმოვიდგენდი. სიცილი. ახლა რო აღმოჩნდეს რომ გაქანებული ფანია ეგეთი ფილმების და უბრალოდ არ ამხელს. გიყვარს სუპერმენებზე და ეგეთი ფილმები, კომიქსებზე აწყობა. ნახე. რაც შემხვდება იმის მაყურებელი ადამიანი. ხო და მე მეთქოლით როგორ არის? რაღაცა საუყურებ იმას გიგდებს მე. ეს კეტვუმენი არ მაქვს ნახე. აბა საიდან იცით კეტვუმენი? სადღაც შემხვდება. კროსოვერი. ბირჟაზე რა შეეხება ვიღაცა იძახა რაკეტს, ხო. მწვანე შუქურა ის რო არის რაღაცა ტიპები რო მწვანე შუქურაზე. ზემოთ არიან და რაღაცა სუპერძალას რო ვიღაცას მიცემ. ეს ნანახი მაქვს. რა კარგად მოყვა რა. და დამფასებელიც ვარ რაღაც. რამე ჟანრი გიდა? რამე ჟანრი გიტაცებს კონკრეტულად? ვესტერნი. არ გიყვარს. სხვადასხვა. ერთი პერიოდი მე ვასებოდა ჩვენ დროს ედახდნენ უჟასები. კი, კაცო. უჟასები. შემდეგი. ჯანელ გამოღამებდა რომ გონია ვერავინ გამჩნევს, ცდები იცოდე. რიგ თემებზე აშკარად რაღაც მკვლელს უთქას, იფიქრებს გველურად ჩაირონს და არაფერს ამბობს. გამოუშვი ყველაფერი ნუ გვიჟმოტა. გაიგე? აი ნახე, რანაირი მაყურებელი ყავს ჯანელას. რო არ უთქვამს. დება. ის ხუმრობები მოუწონა. არა და მოუწონა თან მაგალითად იცინის, მაგრამ მაინც გამოუჩვა. და მოუწონა მკოლელ შუტკებს იფიქრებს, მაგრამ არ ამბობს. მე რომ მოვკვდე ეს ხო კაცი. შეიძლება რომ დებილობას იყიდე. არა. ეს როგორი ტიპია? მე რომ მოვკვდები რაღაცა რომ მოხდება მე რითო. აი ხა ჯანელა ცოცხალი რო იყოს მაგარ სიტყვა. ხო, არიან ეგეთი. ხა ძალიან ცოცხალს ამაზე ძალიან მაგარს იტყოდა. მაგრამ მეორე მხრივ რა არის, იმდენი მაგარი აქვს ნათქვამი, რომ ეკუთვნის ჯანელას. ალალი და უსაყვედურო. ვერ გავიგე ეს. და ნახე, თუ ბევრი ხალხი ეკუთვნის ესეთი სიყვარული. სიყვარული შემდეგი. next
ნაირი ფოტო. მოკლედ ასეთი ამბავია. ტრადიციულად ძილის წინ ვუყურებ ხოლმე და გუშინ რაღაცაზე დავაპოვე და ჩამძინებია დილით ვეღუზებ და კაკა მეყურებს. როგორ მე მიკეთებ ამას სახიდან იყო. დაგეძინა რა. დაგეძინა. ვის ვილაპარაკე. ამისა გადაგეფარა მაინც. ზრუნველი სახი არის. ბიჭო, რა ჩაგეწინება, აი ამაზე კარგი გამომეტყველება არ არსებობს, რომ გამოგაღვიძოთ. ხო, კანდელაკი ეს სტუმარია. გადაცემაში მკითხება, რომ კაკაბა ლეგენდა. ეს არის ვახომ რომ მოყვა DJ რო ვიყავი ალბათ ეგ ისტორია და ეგ ამბავი და ამაზე ლევანი იაშვილი, თulis ესე. ვა, ნახე. ის ყავს რა. დიდა ლეგენდა. ლეგენდა. შეურაცხადით ყავს მას. მოიწე რა იქნება. მე დავრჩი. და თუ არის უოკა, ჯანელზე არის ვისკაჩა, დანარჩენი ორიც ვიყოვოთ. ვიპოვოთ. ვიპოვოთ. ნახე. ცხოველების შესაბამისად. შენ ხარ ისა. მგდელი. ვისკაჩა და ეს არის ეს არის ვისკაჩა. დათო. ეხა არა, ვისკაჩა არის, მე მგონი ისა, მოწყენილი. ხო, ვისკაჩი არის მოწყენილი. ბოდიში, ხო. ეს ხო, ეს ოკა არის ბედნიერი. რა ცხოველები დღეს რაც ყავდა ის არც ერთი არა ვარ, ძალიან პატარაა ის. და თუ პატარას არ მიაქვს ყურადღებას დიდ თავად, ჩვენ მაინც არ გამოვიდა. ისე დათო გამოდის. ორი. ვახ რა საყვარელია ეს. არაფერში გამოსადეგი ხალხი არის. ცხოველი ვერ მიუსადაგეთ. რა ცხოველები ქონია ეს? იმა ქიმიური ელემენტების ისიც როა იყო პერიოდში. არ მოერგება. იშვიათ მეტალებში თუ არა, რაღაც ის დებილი ბისმუტი. არანაირი ასოციაცია. ვოლფრამი რა. ვოლფრამი სერიოზულია ბისმუტი. მას იცით რო არის ცირა. ყველა მიცის რო არსებობს, მაგრამ რა არის? სადმისთვის არის, რას უხდება? მოგწამნავს რო შეჭამო, მოგიხდება. აი შეჭამას რო გავუცდეთ რამენაერა. არის ბისმუტი, ხო? ბისმუტი. ხო. მე ვარ ბისმუტი. შემდეგი, შეეშვით ამ ცხოველებზე გადაობას, ძალიან დაბალი დონე, არ გეკადრებ. როგორ არის დაბალი დონე? ხორცურებზე უგადაობთ. ეს ყველას რაღაცა მაღალი დონე ცხოველებში. ბაქტერიებზე თუ ჩავედით როდესმე. და ანუ წინ ამ ცხოველებს? არა, ვისაც ცხოველები რო არა, დაბალი დონეაო ცხოველებზე გადაობა. ხო, და რაზე არის გადაობა, კაი. მაღალი დონე. ცხოველებზე. სუპერგმირებზე. ხო, და იყო სუპერგმირებზე, შენ რო კეთმომენი მოგწონს. იმაზე ღმერთებზე. რომელზე? ზევსი. მე გირჩევდით ძველი ბერძნები, ძველი ეგვიპტელები და რომაელები. მაგათ აყავთ კაი საღადაო ღმერთები. განსაკუთრებით საკაიგო ისტორია. მე მგონი ასე უნდა შევხედო. მაგრამ მან ეგვიპტელებზე დაგვერხება, იმიტომ რომ მანდ ცხოველთავიან ღმერთებამდე მივა. ხო, მაგრამ მე ვეღარაფერს ვეღარ გვეტყვის. ცხოველი კი აღარ არის, ღმერთია. ოპა. ვისკაჩას თავიანი ღმერთი ყავთ? კი, ბედნიერების ღმერთი. მოწყენილობის ღმერთი. მოწყენილობის ღმერთი. ბედნიერების მე ვარ. ეს აღარ იყოს, მაგრამ მე ეგვიპტოლოგები დაგწყენ. ესე არ არის რომ ვინმე არ დაგცხოს. ხო, ყველასთვის რო მაყოფილი იყო, ეგრე არ გამოვა. ყველა რო მაყოფილი იყოს შენით. ჯანელას გამო გისმენთ, ისე გადავით თვითონ რამე უკეთეს ამბობდეთ რა. აი მართალს ამბობს ადამიანი. წარეს სიმართლე. მოდი თქვენ წაიკითხეთ და ხმ. ჯანელას გამო გისმენთ. გული ისე გადავით თვითონ ძიმე ვითომ რამე უკეთეს ამბობდეთ რა. გული. ამბობდეთ რა. იქ ერთი აიქნებოდა კარგი, იცით? მორჩა. ერთი არ იყო. არა, კიდე ერთი. ორი აიქნებოდა კაი. რა. ეს არის დღევანდელი მოიც პასუხ გაეცით ამ ქალს. ვაღიარებთ გიორგი. აღიარებთ არ არის. აი ბე გიორგი მერტი ცხოველებზე იხუმროს. აი ნახეთ ერთი. მე ნახეთ რომ მოგივარდებათ ის. ლელა იყო, ხო? ლელა.
ხო. ისწავლეთ, აი როგორც მეორე კომენტარში იყო, უხმოდ გაიგოთ რისი თქმა უნდა. არა, კაცო, ამის თქმაზე კი არა, ჩვენ ვეღადავებით ეგ. მერე რა, ჩვენ რომ ამას ვეღადავებით, ეს ხო რაღაცებს ამბობს უხმოდ. და უორეს გულები. ვერ გამიგე. იმაზე кайფოს. მაგაზე არა აქვს პრობლემა. საერთოდ მოეღადავებით. მარტო ვაქოთ და ვადიდოთ. კარგი. ხო, ხოტბა შეასხია. ხო, ეგრევე დავიწყოთ. ერთი გადაცემა ესეც. კლასიკური შემთხვევა ხარ წაკითხული და ნაზრი რო ვერ გამოიტანე. მართალი ხარ გიორგი. აი რა კარგად თქვი. მადლობა. სიმართლე მწარია. არა რომ წარე პირიქით, აი მალამოდ მომეპირე. ვიღაცამ ხო უნდა გითხრას ეს მწარე სიმართლე. დიდი მადლობა გიორგი. და ლელა. და თვალი აგვიხრი. აი ესეთი თვალახელილები გემზონი. მე ესე დახუთ თვალდაყუჭულები დავდიოდი და უცებ დავინა. წყლიანში. და განათ და უცებ სამყარო დავინა. კიდე ერთხელ გაილანძღება ვიღაცას. მე რამენაღულება. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობით ერთი კვირით ნახვამდის. ოპა